ამორტიზებული გზის საფარი, მოუწესრიგებელი მოსაცდელები, არარსებული ბარიერი სატრანსპორტო საშუალებებსა და მათ მომლუდინე მგზავრებს შორის დარღვეული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი ასეთი პრობლემა, რომელსაც უკვე არაერთი წელია ყოველდღიურად ხვდებიან მოქალაქეები თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ავტოსადგურზე. არსებული მდგომარეობის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე თანხმდებიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებმაც ექსპერტების ჩართულობით ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს. ამ ცვლილებების მიხედვით დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ როგორც ავტოსადგურების მფლობელებს, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს. დარგის ექსპერტთა ნაწილი ცვლილებებს მიესალმება და მოელის, რომ ამ ფორმით საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შემცირდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამ თვალსაზრისით მუდმივ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობაა. ექსპერტთა თქმით, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის თითქმის 70%-ს სავალდებულო ტექნათვალიერება გავლილი არ აქვს. აუცილებელი იქნება თვითონ სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟება ავტომობილებში, სატრანსპორტო საშუალებებში, რომელიც არის ძალიან კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლებმა იციან ხშირად სად არის კამერები დამონტაჟებული და ხშირ შემთხვევაში, როცა გაცდებიან ამ არეალს, ახდენენ ამ დაკარგული დროის ანაზღაურებას, რაც ხშირად საბედისწერო არის ხოლმე და ეს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები მოგცემს იმის საშუალებას, რომ მძღოლმა ვეღარ გადააჭარბოს სიჩქარეს. მოგეხსენებათ ხშირად, როცა მძღოლები გადიან რეისზე, უკან ერთი ქალაქიდან მეორეში უკან ბრუნდებიან, ისე რომ არ ისვენებენ, რაც ყოველად დაუშვებელია, გამომდინარე იქიდან, რომ გადაყრილი მძღოლები საავარიო სიტუაციებს უფრო ხშირად ქმნიან ჩვენს გზებზე, მით უმეტეს რომ საშუალმანძილებზეა საუბარი და ზუსტად ეს ტაქოგრაფის სისტემა შეამოწმებს 24 დღის განმავლობაში მძღოლმა ყოველდღიურად რამდენი საათი ემუშავა, რამდენი საათი შეისვენა, შესაბამისად ჰქონდა თუ არა სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს და როცა გააჩერებს მას საპატრულო პოლიციელი, ავტომატურად 30 დღის ჩანაწერი შეუძლია მარტივად გაშიფროს და ნახოს. ახალი რეგულაციების თანახმად მუშაობის გასაგრძელებლად ავტოსადგურებმა 1 ივნისამდე სავალდებულო 5 წლიანი სერტიფიცირება უნდა გაიარონ. სხვა შემთხვევაში მათი მუშაობა უკანონო იქნება. სერტიფიკატს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. სადგურებს კატეგორიები მიენიჭება და შესაბამისი დოკუმენტის საფასური ამ კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება 1000-დან 10000 ლარამდე. ექსპერტების თქმით, საქართველოში დღეს დაუდგენელია მოქმედი ავტოსადგურების ზუსტი რაოდენობა, რადგან მათი დიდი ნაწილი კუსტარულადაა მოწყობილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ან არ არსებობს, ან არასათანადოა. ავტოსადგური დაექვემდებარება სერტიფიცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა ავტოსადგურის განთავსებასთან დაკავშირებით და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა ავტოსადგურის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამშენებლო, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პარამეტრებთან. ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და ამავე წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოიშვება 2025 წლის 1 ივნისიდან, ხოლო 2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს ვალდებულება ექნებათ არ დაუშვან რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც სულ მცირე 6 თვეში ერთხელ არ აქვს წარმოდგენილი ნასამართლეობის შესახებ ცნობა. არ მოემსახურონ იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ. წესით ბაზარს უნდა დაერეგულირებინა დონე, დაუშვათ რაღაცა მომსახურების უსაფრთხოების სტანდარტი და შემდეგ, მაგრამ ეს ესე ვერ მოხდა, პირიქით გაუარესდა მდგომარეობა და დღეს ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ რეალობა, როდესაც ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში მაგალითად ტაბურეტკები არის ჩაჭედილი და საერთოდ უსაფრთხოებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ასეთ ავტოსადგურებში უნდა იყოს მოსასვენებელი სივრცე, სამედიცინო პუნქტი, ხო, მგზავრებისთვის შესაბამისი მოსაცდელი სივრცე, ბაქანი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მგზავრი არ დადიოდეს სატრანსპორტო საშუალებებში და იყოს მაქსიმალურად უსაფრთხოება დაცული. მგზავრი უნდა იყოს ინფორმირებული ამავდროულად და მთელი რიგი მოთხოვნებისა, ხო, რომელიც ერთბაშად, ანუ ერთიანად არ არის მოთხოვნილი, მაგრამ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ძალაში უნდა შევიდეს. მნიშვნელოვანი ვალდებულება ეკისრებათ მძღოლებსაც. 1 ივნისიდან მათ აეკრძალებათ 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრთა გადაყვანა სამოშტო ტაქსებით. სახელმწიფო მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ავტობუსებით გეგმავს. პირად საუბრებში სამოშტო ტაქსების მძღოლების უმეტესობა დაგეგმილი ცვლილებებით უკმაყოფილოა. მათი შეფასებით სახელმწიფოს მიდგომა ბუნდოვანია, რადგან უცნობია, რა ალტერნატივას თავაზობენ იმ მძღოლებს, ვისთვისაც მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
დღეისთვის თბილისის მასშტაბით არსებული 24 ავტოსადგურიდან არც ერთს არ გააჩნია მგზავრთა ინფორმირების სათანადო სისტემა. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის უცნობია, სად ან რა დროს უნდა დაელოდონ სასურველი მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს. გარკვეულ ადგილებში საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და შიდა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ სივრცეში მოძრაობს, რაც მგზავრებს დამატებით პრობლემებს უქმნის. მოქალაქეები უჩივიან ერთიანი საგადასახადო სისტემის არარსებობასაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეიმუშაოს ბილეთის შეძენის ერთიანი პლატფორმა, ინტეგრირებული საბანკო სისტემით. დღეისთვის მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა კვლავ ნაღდი ფულით უწევთ, ან სალაროში, ან მძღოლთან. თუ გვაქვს ტურიზმის ესე ვთქვათ პოტენციალის ამაღლების სურვილი, შესაბამისად უნდა დაიხვეწოს ეს მოდელიც და ელექტრონული სისტემის შემოღებაც თავისთავად გარკვეულ დროს მოითხოვს და რესურსებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებითაც, რაც რეალურად გათვალისწინებული ამ პროგრამით იქნება ბოლომდე სრულყოფილი და მიყვანილი. ცვლილებების ინიციატივით აქამდე თბილისის მერიაც გამოდიოდა და ავტოსადგურებში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებდა. ექსპერტები ელიან, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, კუსტარულად მოწყობილი არაერთი ავტოსადგური სერტიფიცირების საჭიროების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ გაუქმდება. ჯერჯერობით ღია რჩება კითხვა მგზავრობის საფასურის თაობაზე. მძღოლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ერთი მხრივ კერძო სექტორის ინვესტიციებზე, მეორე მხრივ კი ავტოსადგურების მფლობელებისა თუ მძღოლებისთვის შეღავათების დაწესებაზეა დამოკიდებული.